ჩემო კარგებო, გილოცავთ ოსტარას დღესასწაულს და გილოცავთ გაზაფხულის ბუნიაობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად უკვე შემოვიდა გაზაფხული, სინათლემ დაამარცხა, ესე რომ ვთქვათ, სიბნელე, ზამთრის სუსხი უკვე წავიდა და იღვიძებს დედაბუნება. იღვიძებენ სტიქიები და იღვიძებენ ასევე ფარველი სტიქიის სულები, ესე რომ ვთქვათ. სილამაზეს, აღორძინების, ახალი საწყისების პერიოდი არის ახლა ზუსტად. ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სამზარეულოში მიდის ფუსფუსი, განსაკუთრებით ჩემთან, არ ვიცი გესმით თუ არა ხმა. დღეს ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაცხობთ ბლინებს, პურს თქვენი ხელით, ესე რომ ვთქვათ, სუფრაზე თუ დადებთ მაგიდაზე სადღესასწაულო სანთელს, კვერცხს და კვერცხის ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ცხოვრების, დაბადების, აღორძინების, შინაგანი აღდგომის, ესე რომ ვთქვათ, და ცხოვრების, სიცოცხლის ზეიმი. შეგიძლიათ თქვენ საყვარელ ფერად მოხატოთ და შეღებოთ ასევე კვერცხი. მე გისურვებთ, რომ ყველას ოჯახებში იყოს ჰარმონია, სიკეთე, ურთიერთგაგება, სიხარული, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. ძალიან კარგი პერიოდი არის 20-დან, დღევანდელი დღიდან 25-მდე, რომ გავაკეთოთ პატარ-პატარა სიკეთეები. იქნება ეს 4 ფეხა მიუსაფარი მეგობრების დაპყრობა, საქველმოქმედო ფონდებში თანხის ჩარიცხვა თუ უბრალოდ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანებს აი თუ გულით დავეხმარებით ძალიან კარგი იქნება. უნდა გავაღოთ ჩვენი გულის კარი სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, ურთიერთგაგებისთვის. მივიღოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები. აი პირდაპირ სწორედ ჩვენ შეგვიძლია დღეიდან დავიწყოთ ის რომ მეტი სიკეთე, მეტი სინათლე შემოგუშვათ ჩვენ შიგნით. გადაფასების დრო არის ზუსტად. და რა თქმა უნდა, გაზაფხულის ბუნიაობაზე მე თქვენთვის მოვედი რჩევით. ეს უსაყვარლესი ორაკული, სადაც არის დამალული სიბრძნე, ტყის სულების, ჯუჯებისა და ფერიების. ვისაც არ სჯერა, ის უკვე მისი პირადი საქმეა. ნახოთ რა გზავნილი აქვს თქვენთვის ამ გაზაფხულის ბუნიაობაზე. ვნახოთ. პირველ რიგში დღეს არის კომფორტის დღე, სულიერი, შინაგანი კომფორტის დღე. ეცადეთ რომ გაახაროთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები. გაატაროთ ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად თბილ გარემოში. ხმამაღლა უთხარით რომ გიყვართ და არიან თქვენთვის ძვირფასები. ეცადეთ რომ დღეს რაც არ უნდა გთხოვონ თქვენებმა, ეცადეთ რომ აუსრულოთ. ასევე ზუსტად ეთანხმება და ეხმიანება ის, რომ დღეს არის გამოღვიძების დღე. ჩვენი სულიერი გამოღვიძების დღე არის დღეს. ასევე გვექნება მიმართულება და გეზი თუ საით უნდა წავიდეთ, რა კუთხით უნდა წავიდეთ. გვეყოს ზამთრის ძილი, როგორც ფუმფულა დათუჩებს, ახლა კი უკვე არის ნელ-ნელა მოქმედების დრო. როდიდან? დღეიდან არის ზუსტად მოქმედების დრო. მოვმართოთ ჩვენი შინაგანი ენერგიები იმისათვის, რომ გავიგოთ რა გვინდა, რა კუთხით შევძლებთ ჩვენ, რომ პირველ რიგში მოუტანოთ სარგებლობა საკუთარ თავს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და მთელ სამყაროს. იცით, სადაც არ უნდა წაგიყვანოთ ცხოვრებან დღევანდელი დღიდან, ნუ შეგაშინებთ. გახსოვდეთ, რომ მთლიანი ეს დედამიწა არის ჩვენი სამშობლო. ბუნება არის დედაბუნება. უნდა მოვუფრთხილდეთ არა მარტო ჩვენს თავს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, არამედ დედამიწასაც და ბუნებასაც. იმიტომ რომ ეს სიკეთე ჩვენვე დაგვიბრუნდება. დღეს გაანებრივებთ, როგორც გითხარით, თქვენი თავი, თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, სხვათა შორის ძალიან ბევრი მოულოდნელ სიურპრიზს მიიღებს, იქნება ეს საჩუქრის სახით, იქნება ეს დაწინაურების სახით, იქნება ეს ბონუსის სახით. ძალიან გაიხარებთ, იცით? და აი შინაგანად გექნებათ, აი როგორც პატარა ბავშვს აქვს ხოლმე წინა საშობაოდ მოლოდინი თოვლის ბაბუის და საჩუქრის, ხო? აი ზუსტად ეგეთი შინაგანი სიტკბოება გექნებათ.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში. დღევანდელი დღე არის მადლიერების დღე, როდესაც ჩვენ ვიაზრებთ იმას, თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ცივ ზამთარს გადავურჩით და მოვედით თბილ ლამაზ გაზაფხულში. თითოეული წამი დავაფასოთ, პირველ რიგში მე შევახსენებ ამას ჩემს თავს და შემდგომ უკვე თქვენ. ბედნიერებას გისურვებთ, იყავით წრფელები, გაათბეთ საკუთარი თავი და ირგვლივყოფი ადამიანები, ვინც იმსახურებენ ამას რა თქმა უნდა. ბედნიერი გაზაფხულის ბუნიაობა და ბედნიერი ოსტარა. Всем огня! Კარგ!